ვალი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა. საქართველოში პირველად წარმოადგინეს პროექტი ასტორის საღამოში მონაწილეობდა იტალიური საბალეტო დასი ბალეტო დი რომა. ფესტივალის ფარგლებში საერთო ჯამში 6 კონცერტი გაიმართა საღამოებს თბილისის გარდა ბორჯომმა და ბათუმმა უმასპინძლა. პარალელურად ჩატარდა გამოფენები, მასტერკლასები და ვორქშოპები. ძალზედ განსაკუთრებული ფესტივალი გამოვიდა, დიდი წარმატებით ჩაიარა. ძალზედ ატმოსფერული კონცერტები იყო, მრავალფეროვანი პროგრამით. დიდი სითბოთი შეხვდა პუბლიკა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი წარმატება იქონია პუბლიკის წინაშე და ყოველთვის ძალზედ ბედნიერები ვართ ქართულ პუბლიკასთან შეხვედრისა. დავესწარით შესანიშნავ სპექტაკლს. ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი ჩატარდა იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმ შესანიშნავი ურთიერთობების, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, განსაკუთრებით კულტურის სფეროში. ღამის სერენადები არის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალი კლასიკური მუსიკის მიმართულებით. ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი წლევანდელ პროგრამაში იტალიური პროგრამა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის იტალიის საელჩოს, რომელიც მერიასთან ერთად არის უკვე ბევრი წელია ამ ფესტივალის მხარდამჭერი. ძალიან კმაყოფილი დარჩნენ როგორც მსმენელები, ასევე ფესტივალის ყველა მონაწილე და უსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ჩვენ ფესტივალს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ჩვენს ამ გამოსვლას მხარს უჭერს იტალიის საელჩო. ბედნიერები ვართ, რომ ქართულ მაყურებელს გაუზიარეთ ჩვენი სპექტაკლი. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 0-2 დასრულდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა